ისრაელის წმინდა წინასწარმეტყველები ასწავლიდნენ ადამიანებს შეესრულებინათ მოსეს ჯულის მცნებები, რათა განწმენდილიყვნენ ყოველგვარი უსჯულოებისგან. ისინი წინასწარმეტყველებდნენ, რომ არც ისე შორს იყო ამ ქვეყნად მაცხოვრის გამოჩენა, რომელიც ღმერთმა ჯერ კიდევ ადამს და ევას აღუთქვა 60-დან განდევნისას. მაგრამ ყველა სწორად როდი იგებდა ამ წინასწარმეტყველებას, უმეტესობა ისრაელებისა მესიის მოსვლას ძლიერი მეფის გამოჩენად აღიქვამდნენ, რომელიც გაათავისუფლებდა ისრაელს რომაელების უღლისაგან. თუმცა მათში არსებობდნენ ადამიანებიც, რომლებიც სწორად განსჭიდნენ და ცდილობდნენ ეცხოვრათ მოსეს მცნებების, წინასწარმეტყველთა რჩევების მიხედვით. ისინი მესიის სახით მოელოდნენ ძლიერ მეფეს კი არა, რომელიც ისრაელთა სამეფოს გააძლიერებდა, არამედ ყველა ხალხის ხსნას ცოდვის მონობისაგან და ადამიანთა სიკეთისკენ შემოbrunებას. ამიტომაც იყო, რომ ცოდვებისგან განწმენდით ემზადებოდნენ მაცხოვრის შესახვედრად. თუმცა იმდენად ცოტანი იყვნენ, რომ მათ ვერც კი ამჩნევდნენ ცხოვრების ორომტრიალში ჩაბმული. მხოლოდ ღმერთი ხედავდა მათ უბიწო ცხოვრებას და მათივე მეშვეობით აღასრულა კიდეც ის აღთქმა, რაზეც წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველები. ძველი ხმის კაცობრიობა მთლიანად ქრისტემდე, ქრისტეს მოსულამდე იმყოფებოდნენ ჯოჯოხეთში. სადაც ჯოჯოხეთია იქ ტანჯვა, მაგრამ მათ ასულდგმულებდათ და შვებას გურიდათ უეჭველი გამოხსნეს სიხარული. ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ასე ვთქვათ, გამორჩეული ადამიანები ძველ თქმაში, ასე იგი მათ შვებას გურიდათ ის სიხარული უეჭველი გამოხსნისა, რომელიც მოხდებოდა მომავალში, აუცილებლად და მაცხოვარი აუცილებლად განხორციელდებოდა, უფლისიტყვები არ გარდავიდოდა და ასე იგი მაცხოვრის მოულინება იქნებოდა მათთვის გამომხსნელი და ამიტომაც არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მაცხოვრის განხორციელება და მაცხოვრის შობა, რომ ჩვენ ასე იგი თუნდაც დღევანდელი ადამიანები მაშინ როდესაც ვიმყოფებით ცოდვაში, ვემსგავსებით ამ პირველ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებოდნენ გამოუხსნელ მდგომარეობაში ჯერ კიდევ, მაგრამ ჩვენ როდესაც ვმარხულობთ და შობის ამ უდიდეს დღესასწაულს წინ უძევს, ასე ვთქვათ, მარხვა, ჩვენ საკუთარ ცოდვას მივხედოთ და ასე იგი შევეცადოთ, რომ ყველანაირად გავაანალიზოთ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი სულიერი მდგომარეობა და როდესაც მარხვას ამიტომაც წმინდა მამები უწოდებენ მწუხარე სიხარულს. ასეთი გამოთქმაც კი არსებობს მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა, სინანულთან ერთად ჩვენ ამასთან სინანულთან ერთად უნდა გვახასიათებდეს და უნდა გქონდეს ზუსტად აი ეს უეჭველი გამოხსნის სიხარული, რომ მაცხოვარი მოვა და ჩვენ ყველას გაგვათავისუფლებს. ანუ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ დღეს მივიდეთ ტაძარში და მარხვის გასვლის შემდეგ მივიდეთ და აღსარება თქვათ და ვეზიაროთ ქრისტეს სისხლს და ხორცს და ჩვენ აუცილებლად წამს და გვჯერა ამის, რომ ვიქნებით გამოხსნილები. ანუ გარდა იმისა, რომ ჩვენ უფალმა გითხრა და გვასწავლა ასეთი რამ, რომ ნეტარიყვნენ გლახაკნის სულით, არამედ მათი არ სასუფეველი ცათა. ეს ძალიან კარგია საკუთარი უღირსების შეგრძნება, სინანული საკუთარი ცოდვებისადმი, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ უნდა გქონდეს სიხარულის შეგრძნებაც, უდიდესი სიხარულისა. იმიტომ რომ მარად უნდა გვახსოვდეს, რომ მაცხოვარი გვეუბნება ჩვენ, რომ თქვენ ხართ მარილი სოფლისა, თქვენ ხართ ნათელი სოფლისა და სადაც ქრისტიანობა იქ აზნაურებაა, როგორც ამბობს პავლე მოციქული და თქვენ ქრისტეს მეგობრები ვართ, უკვე და არა ვართ მონები. ამიტომ არის თუნდაც ეს მარხვა მწუხარებანარების სიხარული, რომ აუცილებლად ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიდეთ ეკლესიაში, ვთქვათ, აღსარება, ვეზიაროთ და უდიდესი მოლოდინით უნდა ველოდებოდეთ ქრისტეს შობას. ჩვენს გულებში უნდა იშვას პირველ რიგში მაცხოვარი. ჩვენი გულები უნდა გავდეს იმ ბაგას, სადაც იშვა მაცხოვარი და სადაც მიაწვინა დედოფალმა, ღვთისმშობელმა მარიამმა მაცხოვარი და ამიტომაც ჩვენ უნდა გავამზადოთ, გავასუფთავოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, სულიერი ბაგა, რომ მაცხოვარი ჩვენში შემოუშვათ და ჩვენში იშვას მაცხოვარი. ამიტომაც აქვს შობას უდიდესი მნიშვნელობა. გარდა ამისა, შობას აქვს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოვანესი სოტერიოლოგიური მნიშვნელობა და ეს რას ნიშნავს, რომ მაცხოვრის შობისას ადამიანური ბუნება ქრისტეში შეუერთდა მის ღვთაებრივ ბუნებას. და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მაცხოვარმა ადამიანი აღადგინა, მთელი კაცობრიობა უკვე აღადგინა მადლისმიერ მდგომარეობაში, იმ მადლისმიერ მდგომარეობაში, რომელიც დაიკარგა ოდესღაც 60-ში. და ჩვენთვის უკვე 60 გაიხსნა, 60 უკვე ხსნილია და მაცხოვრის შობა მოიტანა ეს და მას შემდეგ რა თქმა უნდა მაცხოვრის ჯვარც მანამდე აღდგომა, მაგრამ საწყისი იყო რა თქმა უნდა მაცხოვრის შობა. ქრისტეს დღესასწაულს ეკლესია უძველესი დროიდან აღნიშნავს. შობის დღესასწაულს უნდა უქმობდნენ, რადგან იგი ადამიანებს აძლევს სიხარულს მარიამ ქალწულისაგან ამ სოფლის გადასარჩენად ღვთის სიტყვის შობით. ამ დღეს სრულდება საშობაო მარხვა და ხსნილია ნათლისღებამდე.
თავდაპირველად ჩვენ ვიცით მეორე საუკუნიდან უკვე აღინიშნებოდა შობის დღესასწაული, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ შობა და ნათლისღება ერთ დღეს აღინიშნებოდა. იმიტომ რომ როგორც ამბობენ და როგორც განმარტავენ ამ საკითხს, თვითონ მაცხოვრის შობა ერთგვარად აღნიშნავს მაცხოვრის განცხადებას. ანუ გამოცხადებას, ხო, კაცობრიობისადმი. და მაცხოვრის ნათლისღებაც განცხადებაა. მაცხოვრის განცხადებას უწოდებენ ღვთის განცხადებას უწოდებენ აგრეთვე ნათლისღებას. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ნათლისღება როგორ მოხდა. ანუ ესე იგი, როდესაც იოანე ნათლისმცემელი ნათელს ცემდა ხალხს, მაგრამ ამ ნათლისღებას არ ქონდა ცოდვების მიმტევებელი ძალა და მნიშვნელობა, მან დაინახა როგორ მოდიოდა მასთან მაცხოვარი და რა თქმა უნდა შეიცნო მან მასში კაცობრიობის მხსნელი და ეუბნება რომ მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებայի და შენ ჩემდა მოხვალა და მაცხოვარი პასუხობს რომ ჩვენის ესრეთ, რათა ჩვენ აღვასრულოთ ყოველი სიმართლე და იყოს ასე. და სინამდვილეში რა თქმა უნდა მაცხოვარმა თვითონ მონათლა ამ დროს იონე ნათლისმცემელის და მთელი სამყაროც და მთელი წყლები და ბუნების ძალები, მაგრამ და განაახლა ყოველივე ამით თავისი ნათლისღებით. მაგრამ ამ დროს მოისმა ხმა ზეციდან, რომელიც ამოწმებდა მაცხოვრის მესიობას და ამბობდა რომ ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ. შობასაც რა თქმა უნდა მოხდა ეს განხორციელება მაცხოვრისა და განცხადება მისი კაცობრიობისადმი და ამიტომაც რახან ეს ორი დღესასწაული აზრით აზრობრივად ერთმანეთს გავს და თითქმის ერთია ორივე რახან განცხადებას აღნიშნავს, ამიტომაც ერთი დღეს ხდებოდა უკვე მეორე საუკუნიდან მისი აღნიშვნა. მაგრამ უკვე მეოთხე საუკუნის შუახანებისათვის ეს იყო 377 წელი, როდესაც იონე ოქროპირის ეს თქვათ უშუალო მეცადინეობითა და დავალებით მოხდა ამ ორი დღესასწაულის გამიჩვნა. ეს პერიოდი იმდენად უმნიშვნელოვანესია, იმდენად საოცარ დიდი მადლია კაცობრიობისათვის ამ პერიოდში და იმდენად უმნიშვნელოვანესია ეს დღესასწაული ჩვენთვის და ადამიანებისათვის, რომ ამ დროს მაგალითად არ შეიძლება ჯვრისწერაც კი. იმიტომ რომ ეს არაფერმა ყოფითმა, თუნდაც სიხარულმა, თუნდაც ბედნიერებამ არ უნდა გარდაემატოს ამ უდიდეს მადლს და მნიშვნელობას, რაც ამ დღესასწაულს აქვს. ანუ მას არაფერი არ უნდა ჩაუნაცვლოთ, მის წინ არაფერი არ უნდა დადგეს. თუნდაც ჩვენი ყოფითი რაიმე დიდი ბედნიერება, თუნდაც ჯვრისწერა იყოს. ხოლო რაც შეეხება თვითონ მსგებს და მსგებსისადმი მიდგომას და ზოგადად გახსნილებისადმი მიდგომას ადამიანებისადმი, რა თქმა უნდა ჩვენ ქრისტიანებს ყველაფერში გვმართებს ზომიერება. ის რაც ღმერთს არ ადიდებს, ის არ შეიძლება იყოს კარგი. მარხვა იქნება თუ მსგებსი იქნება, ხსნილი იქნება თუ არ იქნება ხსნილი, ყველა შემთხვევაში ჩვენ ქრისტიანები ზომიერები უნდა ვიყოთ. თუნდაც დღესასწაულის აღნიშვნის მომენტში, სადაც იწყება აღვირა ხსნილობა, სადაც იწყება ახორცობა, იქ რა თქმა უნდა ქრისტეს ადგილი არ აქვს. ანუ ზომიერება ჩვენ უნდა გავისიგრძეგანოთ, გავითვალეწინოთ, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. გახსნილი და მერე რა მოხდა ზომიერება, თუნდაც კვებაში, თუნდაც ურთიერთობაში მოქცევაში უნდა იყოს აუცილებლად, ქრისტიანისთვის უნდა იყოს ზომიერი ეს ყველაფერი. ზომიერებაში რა თქმა უნდა უდიდესი სიხარული, უდიდესი მადლი და უდიდესი მორჩილება ღვთისა. შობის შემდეგ პირველივე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია მართალ იოსებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამწინდველს, დავით მეფეს, მეფსალმუნეს და იაკობს, უფლის ხორციელ ძმას იხსენიებს. მათ ვინც თან ახლდა წმინდა ოჯახს, ეხმარებოდა მას და შეიცნო უფალი და კეთილმსახურ მეფეს, რომელმაც მართალი ცხოვრების, სიმდაბლის, მოთმინებისა და ურყევის ასოებისთვის ისეთი სიყვარული და მოწყალება დაიმსახურა უფლისაგან, რომ მან აბრაამისთვის მიცემული ყველა აღთქმა დაუმტკიცა მეტარს. საყდრის ურყევობა, კურთხევა, თესლის გამრავლება აღუთქვა და ამცნო, რომ მისი შტოდან აღმოცენდებოდა მხსნელი სოფლისა. შობის მეორე დღეს კი აღინიშნება კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს ტარიგისა და მწყემსის დედის, სამოთხისა ბჭეთა განმღებელის, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მადლობით განსადიდებლად. ამიტომაც ამ დღესასწაულს ეწოდება კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ეკლესიაში ხშირად გაისმის გალობა, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამ სიტყვებით იწყება ყოველი დიდი მწუხრისას ყველაზე სადღესასწაულო ლოცვის საგალობელი, რომელსაც ეწოდება დიდება მაღალიანი. და ადიდებენ ადამიანები ქრისტეს იგივე სიტყვებით, როგორითაც ადიდეს იგი ანგელოზებმა, ქრისტეს შობის ღამეს. Smila